შაბი ამანდის ახალი პარტია მოგვივიდა და ესეთი ღილაკებიანი ამბები გვაქვს დატენილია და მე აი ამ მონსტრის დაშლით ვარ დაინტერესებული და პირველ რიგში დავიწყებ ამით ძალიან მაინტერესებს რადგან ხდება შეგნით და მოდი მოვწიოთ გავწიოთ, გამოვწიოთ ის რაც არ გჭირდება და დავსყოთ თქვენ მოგვიანებით დაიშლებით. ეხლა დავშალოთ აი ეს და ვნახოთ რა იდება ამაში, მეც არ ვიცი რისი მოლოდინი უნდა მქონდეს და ვნახოთ აბა რა დაგხვდება მასშინა. ერთეული ორი აი ბაგარი პუტკუნა საინტერესო ელემენტი აქვს ამ ჯიგარს და ნახოთ რა ხდება ელემენტთან კაი ჩასუქებული ელემენტია. კაი, ეს გადავდეთ, ჯერ არ გჭირდება. ნახოთ კიდე რა არის მოსაძრობი. გამხელა, ნახეთ, იცი რა მოშინია, ხელში რო გიჭირავს, არის რაღაცა ძალიან მოშინი. კარგი, ეს მოვაძრეთ და პრინციპში აქ მეტი მოსაძრობი როგორც ჩანს, არც არაფერი არ არის და ამიტომ გადავიდეთ ძალისმიერ მეთოდებზე. ამაში უეჭველი რაღაცა არის და ეს გვერდზე გადავდოთ. ნაგვისთვის ისიც გავიმზადოთ და განვაგრძეთ ფეხები მხრების სიგანეზე. ესე ესე რას ვიგებ ხოლმე იცი? ყველაფერს მოხსნი და მაინც არის შეიძლება რა პონტია. მოგინდოდეს სუფთად კულტურულად დაშალო ვერ დაშლი. მოკლედ დინამიკების ორი და შესაბამისად ანტელი აქვს რა. კარგი, აბა ესეც ვნახოთ ახლა. საიდან უნდა შეძურეს, საიდან უნდა არაფერი არ ეტყობა. ყვალი იმისა, რომ საიდანღაც დაიწყო დაშლა რა.
პლასმასი გადავაგდეთ და ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ეს. აქაც კაი, ამას მე ცალკე ვნახავ, აქ რაღაც დიდი ბეხლერწი დინამიკია. მოგლედ, აი აქ არის ახლა დიდი ალბათობით არ არის. წესით ეს არის ხოლმე თვითონ მოოქროვილი, აი ეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გვაქვს მოოქროვილი. ამისგანაც შეგვიძლია გავათავისუფლოთ და აი ეს არის ამის მთავარი ღირებულება. ხა მთავარია ავაძრო ახლა ეს. აჰა. ну ერთიანად ვერ აძვრა. აი, ორა მიმიდან არია ზე. აჰა. აი ეს. აი, ამის თავარი ფუფუნება გახლავთ, მეგობრებო, აი ეს. გასწორე ფოკუსი დებილო. აი ეს. აი, გავაგზავნოთ. აქ აღარაფერია, კლავიატურა გადავაგდოთ. ესეც შეგვიძლია ავატღლირ ძენცოვოთ. აქაც არაფერი არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ დინამიკები იქნება და როგორც იქნა მივედით ისეთ ადგილამდე, სადაც შეიძლება უკვე რაიმეს ნახვა. ეს ჩარჩოც არ გვინდა, ამ ეკრანზეც არაფერი არ იქნება. ну შეიძლება შლეიფზე იყოს რაღაც კონტაქტები, მაგრამ არ არის. ეკრანზე არაფერი არ იქნება და თამამად გადავაგდოთ ეს ოთხკუთხედი კორპუსით მოვაცილოთ და მოკლედ ამხელა ბეხლერწია, მაგრამ საკმაოდ ღარიბია. მინდა გითხრათ, არაფერი ზედ ისეთი არა აქვს, რომ რაღაც დატოვოს. ну კამერაზე აქ გვაქვს. ამერებს სულ გეუბნებით ხოლმე რომ ააცალოთ, იმიტომ რომ როცა აზოტში ჩააგდებთ ძალიან დიდი რაოდენობის აზოტს მოითხოვს, აი ესეთი ტკინეულობა. რაც კი არის მოაცალეთ ხოლმე. აქაც არაფერი, ესეც ავაძროთ. როგორც ჩანს, ორბარათიანი იყო თავის დროზე. აქაც ბევრი რკინეულობაა და ამათ ქვეშ გარანტირებულად ვიცი, რომ არაფერი არ არის, უბრალოდ დამუშავების დროს, როცა აზოტი დაიწყებს დამუშავებას, ძალიან ბევრ აზოტს დახარჯავს იმისთვის, რომ ეს რკინები გამოწვას და მხოლოდ ამიტომ ვაძრობ ახლა ამებს, თორე სხვა მნიშვნელობა დიდად არ აქვს. ასეც ასე, აქაც არის აგე ოქროს კონტაქტები, ხედავთ, აი ეს პატარა წვრილი კბილები, ამას ესე ავატეხავ. აქ დავდებ. აი ესეც ასევე, ხედავთ? აი. ნახეთ? ამის ორი ფოკუსი. აი ესენი, აი. ხო. მოკლედ საკმაოდ ღარიბი აღმოჩნდა. აქ პირდაპირ ამაში ჩავყრი. ჩვენი ეს პატივცემული ტელეფონი საკმაოდზე კიდევ უფრო საკმაოდ ღარიბი აღმოჩნდა. და რა დაგვრჩა? ეს დაგვრჩა. შეგვიძლია აქ ჩავავლოთ ჩვენი ბრტყელ ტუჩას. ტუჩები, აი ასე. და ეს ოქროსფერი კონტაქტები გამოვყაროთ და შევუერთდეს ჩვენს დიდ მოოქროვილი საგნების ოჯახს.
კაი, ცოტას მეწინააღმდეგება არა უშავს. მოკლედ ასე, სულ ეს იყო ის რაც დაგვრჩა. სულ ეს არის ის რაც დაგვრჩა. ბევრი არაფერი, ალბათ ყველაზე მთავარი ფუფუნება რაც არის, ყოველდღე მხოლოდ ეს არის ამ ხელდა ტელეფონიდან და შემდეგში დავშალოთ რაიმე სხვა. ხო, ეს ფოლგა გარშემო არ გეგონოთ ოქრო ან რამე, ისე made in China. რა ტელეფონია, მე მაინცა და მაინც ვერ გავიგე. თუმცა აი აქ საკმაოდ სქელი გემრიელი მოოქროვება აქვს აი ამ კონტაქტებზე და ამასაც გაჩვენებთ პარემღაც, მანამ დავამთავრებთ. დაწოვიდე ერთი ცალი. აი გასწორი ფოკუსდებილო. აი ამაზეა საუბარი. ხედავთ? მოკლედ ასე რა, სულ ეს არის.